საღამო მშვიდობის, როგორ ხართ მეგობრებო? დღეს ცოტა ადრე მოვედი თქვენთან. მოგესალმებით ყველას. აბა როგორ ხართ? დღემ როგორ ჩაიარა ჩემო ძვირფასებო? დღემ როგორ ჩაიარა? აი თქვენ. აი მეგობრებო, ვინ დადიხართ ახლა ამ ყველაფრისთვის სადღაც ისმენთ ამბებს თუ თქვენ ხართ უკვე ეს? აი თქვენ ხართ უკვე ეს ადამიანები მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ რომ აი მაგები ხართ უკვე თქვენ. ხო, აი ეს ხართ თქვენ. ხელს ამოყვა, გადავჩეხე და ამოყვა ქვემოდან. მაგები, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონები. ხა ვინმეს რაიმე შიში არ გქონდეთ, არ გადამრიოთ, არ გამაგიჟოთ, არ გამაოცოთ. ძლიერესები ხართ, რა თქმა უნდა, გაწვრთნილები ხართ უკვე მეგობრებო. ეს კარტი მინდა აქ დავტოვა. ხა. და ქვემოდან კიდევ სამზადისის კარტია. აი, სამზადისის კარტია ქვემოდან. რისთვის ემზადებით მეგობრებო? ან რაღაცა გააკეთეთ თქვენ და ეხა შედეგს ელოდებით. ხო. საღამო მშვიდობის ყველას, უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო. უღრმესი მადლობა, მიხარია თქვენთან მოსვლა. გეფიცებით. მინდა ეხლა გადაუზიარო იმას რა ქვია და მორიელის გადაუზიაროთ მეგობრებო. ჩვენი კახაბერი არ ჩანს რატომღაც. კახაბერი არ გვიჩანს ეს დღეებია. საღამო მშვიდობის. გაიხარეთ. ერთად ყოფნა მაგარია მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას, საჩუქრებისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის მეგობრებო. აი შევდივარ YouTube-ზეც და თუნდაც აქვე TikTok-ზე და აი ისეთ თბილ კომენტარებს ვკითხულობ, აი დედას გეფცებით, აი ემოცია უნდა დაინახოთ იმ დროს ჩემი თქვენ. გაიხარე, უღრმესი მადლობა. თქვენ უნდა დაინახოთ ჩემი ემოცია, მეგობრებო. ხაი, ბედნიერი დღე. იგი ახლოვდებათ ის ბედნიერი დღე მეგობრებო. ახლოსაა უკვე. თქვენი ახლა ხდება გარდასახვა, გარდატეხვა, ბაზაბნავლენიე, გაცოცხლება. ცოცხი აგერა, გაცოცხება თუ დაგჭირდება აგერა მეგობრებო. უბრალოდ მაპატიეთ ახლა ხო რაღაცნაირად გამომივიდა ნათქვამი. ცოცხი თუ დაგჭირდება და მოცოცხება აგერ გვყავს ჩვენი ქალბატონი. მისი ჭირი მე, თვალი მეგობრებო, ეს უნდა გამოვაჩინა, ნახეთ რა თვალწარკი აქვს. ხო, აგერა ესეც. არა ბიჭოს. ხო, ეხა გავაგრძელებ. ეს არის ბაზაბნავლენიე, გადატვირთვა, ანუ თქვენი ახალი დღე, ახალი დაბადება, გარდასახვა, ბედნიერი დღე, რაღაც ის მეგობრებო, ყურეთ, გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. ეს კარტიც გადაწყვეტილების ხან პრინიატზე რიშენიე. ხო, რომელიც მოგიტანს მთლიან ერთიანობას, მეგობრებო, მოგიტანთ. და ეს იქნება თქვენი გადატვირთვა, გადაპროგრამება, ახალი დაპროგრამება, ახალი დასაწყისი, ბედნიერი დღე. აი რაღაც ესეთი. კი. ხო, ნუ ეხა ცოცხი თავის მოვალეობას ასრულებს. რა ჩვეულებრივად. ცოცხს რაც ევალება, იმას ასრულებს კი. თან მისი ცხვირპირის ჭირი მე კიდევ როგორ მიყვარს, აი ეს კუზიანი კეხიანი ცხვირი მიყვარს და მისი კვარკვალა თვალები მეგობრებო. ნუ რა ვქნა მეგობრები, ძალიან საყვარლობა. მისი კვანკვანა თვალები მიყვარს მეგობრებო, თვალებზე ვგიჟდები, ამის თვალებზე შავი თვალები რო აქვს მეგობრებო. ხო, მეგობრებო, ასე რომ კი, ბედნიერი დღე გიახლოვდებათ. ხვალინდელი ბედნიერი დღე მეგობრებო. აი დილით ყავას რო სვამთ, ესეც ბედნიერებად მიიჩნიეთ. ყავის დალევა, ეს ცხელი, ნახე, ორთქლი ამოსდის.
ურთქლი ამოდის. ეს არის ჩაი უფრო არის მეგობრებო, ან ყავა, ანუ კარგი ყავა, ყივა არ იქნება რა თქმა უნდა. და ამ დროს თქვენ თითქოს რაღაც გაგიელვებთ გონებაში და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ. და ეს იქნება თქვენი სიახლეების დასაწყისი. აი უცებ, აი მეგობრებო, რუსები პაშოლაჩკუ პალცამ როიტყვიან, აი ზუსტად ისე. აი ესე რაღაც მოხდება და ხო. აი, ქვემოდან რა კარტია, მოლაპარაკებები. მეგობრებო, ძალიან კარგი დასაწყისი გაქვთ. ნუ ეხლა ვამბობ, თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონები, მაგები, როგორც გინდათ, ისე გააკეთებთ ყველაფერს ასე რომ არ უნდა გეშინოდეთ წესით თქვენ მეგობრებო. ხო, არ უნდა გეშინოდეთ. ამიტომ ერთ ბედნიერ დღეს თქვენ ასეც მოიქცევით. ერთ ბედნიერ დღეს თქვენ ასეც მოიქცევით მეგობრებო. ხო, მოლაპარაკებები. გექნება ძალიან ბევრი მოლაპარაკებები. კონკრეტულად შეიძლება ერთ ადამიანთანაც კი ერთ ბედნიერ დღეს თქვენ გექნებათ მოლაპარაკება ადამიანთან. მოდი ახლა ეს სიტყვით სათითაოდ დავაკავშიროთ ყველა ამოსული კარტი ერთმანეთს. ხო, ეს იქნება გაახლება და გაგრძელება რაღაც ურთიერთობის. შეიძლება ეს იყოს საქმიანობის გაგრძელება, სამსახურეობრივი, თუ გაინტერესებთ და შეიძლება ეს იყოს კიდევ პარტნიორული. ყოველ შემთხვევაში ერთიც და მეორეც ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ. ხო, აქ შეიძლება კიდევ მეგობრებო ადამიანებმა ჩაყონ ცხვირი თქვენ საქმეში, ამიტომ გაფრთხილებთ რომ არავის არაფერი არ უთხრათ. ხო, ეს ისედაც ვიცით რომ არავის არაფერი არ უნდა უთხრათ. ძალიან დიდი ბოდიში თეო, მაგრამ შეკითხვებზე პასუხები არ მაქვს. შეგიძლიათ მოკალათდეთ მეგობრებო და მოусმინოთ რაც იქნება აქ. ეს ეხლა ვკითხულობ თქვენს ენერგიებს. ხო, კაი, ტრანსფორმაცია. ხო, ტრანსფორმაცია მეგობრებო. თუ კი გაგიგრძელდათ ეს სიტუაცია, ეს ტრანსფორმაცია, ეს გაუგებრობა, ეს რაღაც დიდი ხანი აგრძელდება. ხო, ამის არ შეგეშინდეთ. ეს ასე უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხო, ნახეთ? ამის დრო არ იყო მეგობრებო. აი, ეხლა ამის დრო არის მოსული. აი, მეგობრებო, აი, ეხლა არის ზუსტად ამის დრო მოსული. აქამდე არ იყო მეგობრებო, თუ გეჩქარებოდათ აქამდე და იტანჯებოდით ვაიმე როდის. ხო, დროში გაიწელა. დროში, იმიტომ გაიწელა, რომ ეს იყო თქვენი ტრანსფორმაცია, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ასე იყო საჭირო. ხა. იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან ემოციურები, უცებ გინდათ ეთყობა ყველაფერი, ესე არ იქნება, არიზამს, რო იტყვიან, ესე არიზამს, ხო? არც ურთიერთობაში იქნება ასე და არც საქმიანობაში წინ არ წაგწევს. აი ესეთი აჩქარებული რაღაც ყველაფერი ჩქარა არ შეიძლება მეგობრებო. ამიტომ კი, აი იმისთვის რომ აქამდე მოსულიყავით, აი ამ სიტუაციამდე მოსულიყავით, ამისთვის იყო ეს ყველაფერი დრო საჭირო. დრო იყო ყველაფრისთვის საჭირო მეგობრებო. ნახეთ რა ლამაზი კარტებია. ამიტომ ეხლა არის დრო მოსული. თქვენ გქონდათ ეხლა ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი დრო რომ გეფიქრათ კონკრეტულად, თუნდაც ამ ურთიერთობაზე. თუნდაც თქვენ საქმიანობაზე. ნახეთ როგორი კარტები ამოდის. ხო, თუნდაც აი ხო, იმაზე გეფიქრათ რომ თქვენი პარტნიორი ბევრ შემთხვევაში არის ასაკში სხვაობა, მენტალური სხვაობა, რელიგიური სხვაობა, კანში სხვაობა, შეიძლება ერთი თეთრი ხართ, მეორე შავი, ერთი ქერა ხართ, მეორე შავი. ნუ რომელზე მეგობრებო, ეხლა თქვენ სიტუაციას მოირგეთ. ხო. ერთი მაღალი, მეორე დაბალი, ერთი სუსტი, მეორე მსუქანი და მიხვდით ალბათ, ხო? ერთი მდიდარი, მეორე ღარიბი. და ასე. ერთი შავი და მეორე თეთრი. ხო. აი ესეთი განსხვავებულები ხართ მეგობრებო. თქვენ გქონდათ ეს დრო იმისთვის მოცემული რომ გეფიქრათ ამ ყველაფერზე, ამ განსხვავებაზე, ამ სხვაობაზე, აი კონკრეტულად დაფიქრებულიყავით აი იმ საკითხზე, რაც გაწუხებდათ აქამდე მეგობრებო. კი, და შორიდან ცოტა შორიახლოდან გაგემარტათ თუ გეფიქრათ ამ ყველაფერზე, ხო? აი სად მიდიოდით, რა გინდოდათ, კონკრეტულად როგორი ადამიანი გინდოდათ, ან ზოგადად ცხოვრებაში რა გინდოდათ მეგობრებო, სამყაროდან რა სითხოვთ?
ხო, იმიტომ რომ რაღაცეები აქ თქვენთვის იყო ვრედ, აი ისეთი რაღაცეები მეგობრებო არის თქვენ ცხოვრებაში, ან იყო თქვენ ცხოვრებაში, რაც გაყენებდათ დიდ ზიანს, ან შეიძლებოდა მოეყენებია ზიანი. აი თუნდაც ყველაფერი რო ჩქარა გინდოდათ, ეს ჩქარა ხო არ შეიძლება, ეს ჩქარა იმიტომ არ მოხდა მეგობრებო, რომ ალბათ თქვენთვის ზიანის მომნიჭებელი იყო იმაზე მეტი, რაც გაიარეთ. ამიტომ იყო საჭირო დროის შეჩერება, შენელება, დრო იყო ამისთვის საჭირო მეგობრებო. ამის დრო არ იყო ჯერ კიდევ მაშინ. მესმის რომ დაიღალეთ, დაღლილები ხართ და ეხლა ამ რესურსების, აი კი, ამ რესურსების აღდგენა გაქვთ ეხლა მეგობრებო. ძალიან დაღლილები ხართ, ძალა არ გაქვთ, ხასიათი არ გაქვთ, საარსებო წყარო არ გაქვთ, თუნდაც პარტნიორობისთვის ეხლა თქვენ ძალა არ გაქვთ მეგობრებო. არა, თქვენი პარტნიორი ეხლა რომ მოვიდეს ნებისმიერი ადამიანი და შემოგთავაზოთ აი ესე ლანგარზე დადებული სიყვარული, თქვენ სიყვარულით ვერ უპასუხებთ, იმიტომ რომ აი ეს ხართ თქვენ. თქვენ ვერ უპასუხებთ მეგობრებო. ამიტომ იყო ეს ყველაფერი საჭირო. საღამო მშვიდობის მორიელი, როგორ ხარ? ძამა? ხა, კი მეგობრებო, კი. ამისთვის, ამ რეალიზაციისთვის დრო იყო საჭირო თქვენი ფიქრი, მეგობრებო, მეტი არაფრის დრო, თქვენი ფიქრი. რა თქმა უნდა, საჯარო გაშლა. მესმის რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ტკივილს გაყენებდათ, მაგრამ გარწმუნებთ იმაზე მეტ დიდ ტკივილს მიიღებდით, ეს თქვენი სურვილი რომ დაჩქარებულად მომხდარიყო მეგობრებო. გეფიცებით. ნახეთ, იმაზე მეტ დიდ ტკივილს მოგაყენებდათ, ვიდრე ეხლა ხართ. ეხლა რაც ხართ, წარმოიდგინეთ ორჯერ მეტი ტკივილი ამასთან. აი მეგობრებო, ხო. ამიტომ იყო შენელებული კადრი თქვენ ცხოვრებაში. მორიელ, როგორ მიდის მღერობის საქმე? ხო, ჩემო ძვირფასებო და ანუ ამ ყველაფერთან ერთად თქვენ გახდით თქვენი ცხოვრების მაგები. თქვენ უნდა გამხდარიყავით ძლიერები და აი თქვენ ეს გახდით მეგობრებო, თქვენ აწი არაფერი მოგერევათ, ვერაფერი მოგერევათ. თქვენ უკვე თქვენს ძალებს იბრუნებთ და თქვენ დაიბრუნებთ უკვე იმაზე მეტად თქვენ თავს, ვიდრე იყავით. თქვენ იმაზე მეტი რწმენა გექნებათ, ვიდრე გქონდათ საკუთარი თავის. კი, მეგობრებო, საკუთარ თავს თქვენ არ აფასებდით უბრალოდ. ამისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი. მორიელ, მე თუ მეკითხები არ ამიშავს, ჩემო კარგო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას და თქვენს ენერგიას აქ გაჟღერებული ეხლანდელი ზევით ჩამოთვლილი სიტუაცია, გავაგრძელოთ მოსმენა. ხო. გავაგრძელოთ ჩემო ძვირფასებო. წავიდა ცეკვა. ანა მარია, მუსიკის გარეშე ცეკვა? მე მუსიკის ხმა არ მესმის. ვარ გინდა ჩაგირთვა, ანა მარია. TikTok-ს რო აქვს მუსიკების ხო არ გინდა რომ ჩაგირთო. ანა მარია, რომანტიული მუსიკა გინდა ჩაგირთო თუ ჯაზი გინდა თუ როკი გინდა თუ ვალსი, რომელი გინდა ანა მარია? ხო, ენერგიაზე რომ მოხვიდეთ კი, ეხლა ცეკვა მაგარია. მოკლედ, ძალიან კარგია თქვენთან ჩემო ძვირფასებო. მოიცადე, შენ პივას, შენ თუ ისვენებ კიდალებ პივას. ნუ ვისაც სურვილი აქვს ხა მორიელ მაგაზე, ეს ნებაყოფლობითა მე არ ვსვამ მაგალითად, საერთოდ არ ვეკარები დასალებს არანაირს. არც პივა ვიცი და აღარც არაყი ვიცი, არც ვოდკა ვიცი. ჯინჯერინოს ვსვამ მხოლოდ იტალიურს, ძალიან მიყვარს. მეტი არაფერი მეგობრებო. მოკლედ. ჩემო ძვირფასებო.
ჩვენი ლაივი არის ისევ და ისევ პარტნიორი. ოღონ უნდა გავიხსენო ეხლა რა უნდა დაერქვა სახელი სათაური დღეს ჩვენი ლაივისთვის. მოდი მაინც მისი ფიქრები შევეკითხოთ. მისი გეგმები, მისი ფიქრები, ჩვენი პარტნიორის გეგმები და ფიქრები მეგობრებო. რა გვენა ფიქრობს და როგორ ფიქრობს ნახეთ. ფიქრობს. გაფლანგულ დროზე ფიქრობს. დაგვიანებაზე ფიქრობს თქვენი პარტნიორი, პრობლემებზე ფიქრობს და უარყოფითად აქ საქმე იმაზე ფიქრობს. აქ ყველაფერი მოვასო, ძალიანაც კარგია. ხო, ჩვენი პარტნიორის ფიქრები, მეგობრებო, ფიქრები. გუშინდელი მაგის ტაროლოგის და ტაროს და მაგის მკითხავის შემდეგ როგორ გრძნობს ახლა თავს ჩვენი პარტნიორი. ხა, აბა გავარკვიოთ მეგობრებო, მისი ენერგიები. გუშინდელის შემდეგ რომ მკითხავთან რომ მძალდებოდა ეს კარტი ამოვიდა კიდევ დღეს თქვენთან ოღონდ. ეს თქვენთან ამოვიდა, ეს თქვენ ხართ მეგობრებო. ხო, თვითონ მაინც ფიქრობს რომ თქვენ რაღაცას ჩალიჩობთ მეგობრებო, დედას გეფიცებთ და ესეთი შთაბეჭდილება მომდის ახლა მე აქ. ესეთი ის მომდის მაინც რომ აი თვითონ ფიქრობს რომ თქვენ მაინც რაღაცას აკეთებთ. მაქინაციოთ. კი, თვითონ ასე ფიქრობს. მოდი შევეკითხოთ აგერა თვითონს. ხა, მოდი შევეკითხოთ მეგობრებო პარტნიორზე. გუშინდელი დღის შემდეგ, აი მაგთან რო იყო და მკითხავთან რო იყო ჩვენი პარტნიორი დღეს როგორაა, ჯერ მისი ენერგიები წავიკითხოთ. კიდევ ფიქრის კარტი, მეგობრებო, ფიქრობს გუშინდელ დღის შემდეგ ფიქრობს ეს ადამიანი. დედას გეფიცებით, აი გიждები ამ დასტაზე, გიждები მეგობრებო. ეს ადამიანი სულ ფიქრობს ახლა გუშინს, მერე 24 შვიცე ფიქრობს. მეგობრებო, იქ გაგონილ მოსმენილ ამბავზე. გეფიცებით. ფიქრობს, საცოდავად. ფაქტებს ვერ უკავშირებს ერთმანეთს მეგობრებო. ხო, ფიქრობს, ყველაფერზე ფიქრობს მეგობრებო. უპატიოსნოთ რომ მოიქცა იმაზე ფიქრობს. ზოგადად ძალიან ფიქრობს ამაზე, კი, რომ რაღაცნაირად მოიქცა თქვენთან. კიდევ რაზე ფიქრობს? იმაზე ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს ახლა და უკან არ უნდა დაიხიოს ამისთვის. იმაზე ფიქრობს. ხო. ზუსტადაც, რომ დააშავა, ახლა ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს, რომ მოიპოვოს ნდობა. თქვენი ნდობა სავარაუდოდ, ხო? თქვენზე ფიქრობს მეგობრებო. ხო, მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. ეხლა თქვენ გადართული ხართ თქვენ ფინანსებზე და ეს ადამიანი ფიქრობს ახლა როგორ მოვიდეს თქვენამდე, რა ბრძოლა ჩართოს, როგორი ბრძოლა ჩართოს, სულიერი ბრძოლა ჩართოს თუ ფიზიკური. ხო, უყურეთ ახლა ჩართოს თორე გააჩნიაზე კი არა საქმე მეგობრებო. ესეთ ადამიანთან ახლა მშრომელი და პატიოსანი ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლა სტაბილურად ხართ თქვენს ცხოვრებაზე გადართული. ძალიან ბევრს შრომობთ. სტაბილურად ხართ თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო. ხო, აი თქვენ ცხოვრებას უძღვებით. ეხა ეს ადამიანი ფიქრობს, ახლა მოულოდნელად როგორ გამოჩნდეს თქვენთან, როგორ დაგეხატოთ, როგორ შემოგთავაზოთ დახმარება, გვერდში დგომა, ხო, აი თავისი სიჯიუტით. ხო, აი რო ეს ხმალი დაუშვას, ახლა ეს ხმალი თუ ქონდა აქამდე აღერებული ზევით. მეგობრებო. ხო? ეხლა ქვევით აქ უკვე დაშვებული. ბრძოლით არა მეგობრებო, აი მოთანიეთ მოვა ეხლა. ხო, ეხლა მოვა მოთანიეთ. ხა, ამაზე ძალიან ნერვიულობს ეხლა როგორ გააკეთოს ეხლა ეს ახლა მისთვის არის შოკი. ბოდიშით ეხლა იმპერატორის პოზიციაში დგას ადამიანი და ეხლა როგორი საკადრებელია თავდახრილი ხმლები, ხმალი ესე თუ ეკავა აქამდე ხელში, ეხლა ესე ეხლა გამორიცხული ამისთვის მეგობრებო, ეს ახლა ყოვლად გამორიცხული ამისთვის. ეგო შეელახა ადამიანს, მისი ჭირი მეთქვა. ამაზე ეხლა ძალიან ნერვიულობს, რომ ეს ეგოისტობა ჩაუფლავდა ეხლა მეგობრებო, ხო ეხლა
სად მისი ეგოისტობა და ეხლა სად თქვენ? ნუ არ შეეფერება ერთმანეთს. ხო. ეხლა მინდა გაჩვენოთ. აი ეხლა ეს ხართ თქვენ. მეგობრებო, ეხლა ეს ხართ თქვენ. ხო და ეხლა ესაა თვითონ. მეგობრებო, ახლა ნუ ხვდებით ახლა, ხო? რატომ ჩამიბნელდა ტელეფონი, რაღაც ჩამიბნელდა მეგობრებო, ატყობთ, ხო? ატყობთ, ხო, მეგობრებო? ჩამიბნელდა ტელეფონი, მეგობრებო. ერთი წუთით ჩემო ძვირფასება. ხო. აი ახლა მიხვდით, აი ეს და ხო ეს თქვენ. ნუ ახლა მამაკაცებო, შეაბრუნეთ თქვენი მხრიდან. თუ კი მიყურებთ მამაკაცები, მორიელ შეაბრუნე, შემოაბრუნე სიტუაცია. ხო, ძალიან ჯიუტი ადამიანებია თქვენი პარტნიორები. ამის თქმა მინდა. ხო და ახლა სად თქვენ და სად ის? ახლა ბოდიში, მაგრამ ამ ადამიანს უნდა სურვილი აქვს, რომ ბედი ისევ სცადოს თქვენთან მეგობრებო, კი? თუმცა დამარცხებულად კი გრძნობს თავს, მაგრამ ბედი მაინც უნდა რომ სცადოს. ხო. აი ესეთ ენერგიებში, აი მეგობრებო კიდე. აი მეგობრებო კიდე ნახეთ ახლა. აი ნახეთ ახლა. უნდა ამ ადამიანს ძალიან ისეთი მოკრძალებული გრძნობა გააჩნია თქვენს მიმართ. ხო, შეიძლება ეს იყო რაღაცნაირი ურთიერთობა, აი მანძილზე ურთიერთობა. მე ამას ვუძახი პლატონურ სიყვარულს, მეგობრებო. ეს არის საშინელება. ადამიანს, რომელსაც ვერ შეეხები, ადამიანი, რომელიც არ ყავს ნანახი, შეიძლება ბევრს მართლაც არ ყავდეთ ნანახი. ურთიერთობა მანძილზე. დღეს წავიკითხე წეღან კომენტარებში, რომ უცხოელიაო ჩემი პარტნიორიო და იქნებო გაგვიშალო მაღაზიო. აი ზუსტად ეხლა აქ მანდ ვართ. თუ კი თქვენი პარტნიორი არის უცხოელი და თქვენ ხართ მანძილზე, აბატონო. ეს ზუსტად პირდაპირ რეზონირდება, იმიტომ რომ თქვენს დასაწყისში ამოვიდა იქ სხვაობაც. კი, სხვაობის კარტი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ეს არის მოკრძალებული ურთიერთობა მანძილზე. ხო, ყოველ შემთხვევაში თუ კი ახლოს ხართ, შეხება არ გაქვთ. იმის თქმა მინდა. და თუ კი მანძილზე ხართ, ხო ზოგადად ისედაც არ გექნებათ შეხება, კი. ასე რომ ეს არის პლატონური სიყვარული, პლატონური მეგობრობა და ურთიერთობა, რომელიც არის ჯოჯოხეთი. ხო. კიდევ რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის? ძალიან რთულია მისთვის. მოკლედ მეგობრებო, თქვენი პარტნიორი ძალიან ცუდ ენერგიებშია. ყველაფრის გამო მოსვლა უნდა ერთია, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა. ძალიან ცუდადაა მეგობრებო, ისეთ ენერგიებშია, რომ ნუ არ ვიცი. მოსვლის ენერგიებში არის, იმიტომ რომ ცუდადაა, უნდა მოვიდეს თქვენამდე. კი, გაოცებით, გაგვირებით. ასე რომ ეხლა დავიწყოთ. პარტნიორი, როგორაა ეხლა ვაჟბატონი თუ ქალბატონი? ამდენი მკითხავთან სიარულის შემდეგ როგორაა პარტნიორი მეგობრებო? აი რაო, რა მინდაო ეხლა? აი ამ წუთას როგორ იმყოფება? სალამი პლატინა. და ვინა ეს პლატინა ხო არ მეტყვით? უკაცრავად. იუზერ. უკაცრავად. იქნებ გითხრათ ვის მიმართავთ ასე? ჩემო კარგო. იუზერ.
ერთი წუთით მეგობრებო. User წახვალ შედით აქედან თუ გაგიშვათ. ჩემო მეგობრებო, ვინც აქ არასწორად შემოაბიჯებს, არასწორად ვეწავა. ხო. გაითვალისწინეთ. ძალიან მინდა რომ ერთმანეთს სცეთ პატივი. ხო. ასე რომ გაბძანდი და კეთილსინდისიერად შემოვბძანდი და აღარ აურებს. უიშ, კარტებმაც აურია მეგობრება. აი ნახეთ რა ხდება ახლა აქ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, გადავერთე ძალიან. გავაგრძელებ ჩემო ძვირფასებო და მოდი მე ამას ჩავაქრობ. იყოს ესე. ძალიან მატკინა თვალები. მოდი ახლა გავაგრძელებ მეგობრებო და ვკითხოთ ახლა ჩვენი პარტნიორი. აი რომ იყო გუშინ, კითხავთ თან, დღეს როგორ გძნობს თავს. დღეს სერიები გაგვიგრძელდა მეგობრებო ჩვენს პარტნიორზე. ჩვენს პარტნიორზე სერიები გაგვიგრძელდა. როგორ გძნობს თავს დღეს? მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა კარტია? აი მეგობრებო, როგორ გძნობს თავს თქვენი პარტნიორი და მოსვლის. ოცნებების და ოცნებობს მოსვლაზე მეგობრებო. თქვენთან სტაბილურობაზე ოცნებობს. სიახლეების დაწყება აქვს გადაწყვეტილი. ეს ადამიანი უკვე გზაშია მეგობრებო, კი? დედას გეფიცებით? აი ნახეთ ვარსკვლავი და გზა. ეს ადამიანი უკვე გზაშია თქვენთან მოსასვლელად, კი? გააგერ SMS-ებიც მოდის მეგობრებო, ნუ მართალია ახლა პარტნიორიდან არაა ჩემთან, მაგრამ ელოდეთ მისგან გამოჩენას, აი ესე ბზუილით მოვა მეგობრებო. როგორც ახლა იბზუილებს ჩემი ტელეფონი, ისე ბზუილით მოვა მეგობრებო. ხა. ხო და თქვენ კოღოს საკლავი მოიმარაგეთ? კოღოს საკლავი მოიმარაგეთ მეგობრებო, რომ აქედან და იქედან ესე დაუშინოთ. ხო. მეტი არაფერი გევალებათ. ან აეროზული კოღოს მეგობრებო, და მიაშხვილეთ ასე თვალებში კოღოს. აღარ შემიძლია. აბა რა, ესე ეკუთვნის, ანუ რა ვქნათ. ზუილით მოდის მეგობრებო, კიდევ რა მინდაო, აი რა მინდაო. რა მინდაო მეგობრებო და წარუმატებლობის შიში მახო. რა ის კოღოს წამალი და რა ის მეგობრებო მოჩვენებები აქვს დაწყებული ამ ადამიანს დედას გეფიცებით. უკან არ დაიხევს არაფერზე. ამ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს ახლა ცუდი სიზმრები, ღამით. მეგობრებო, კი? ღამით ცუდი სიზმრები, შიშები, ეჭვიანობა გაუმძაფრდა უფრო ახლა სხვათა შორის. ხო, აბა, ისეთი რაღაცები უთხრა გუშინ, აი დედას გეფიცებით მეგობრებო, დღეს დავჯექი და სრულყოფილად ვუსმინე გუშინდელ ჩვენ ლაივს. დედას გეფიცებით. ხო, აი დღეს ვუსმინე წყნარად. ეს პირი დამჩაღია. ხა, აი შოკი აქვს მიღებული ადამიანს, ისეთი რაღაცები აქვს გაგებული მეგობრებო, ხო? უკვე აღარ ძინავს ღამე, შიშები აქვს დაწყებული, საცოდავს. კიდევ ეცდება, არა მეგობრებო, თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანი თქვენ თავს დაგანიბებთ. არა, კიდევ ეცდება. უკან არ დახევის და კიდევ ცდის კარტია, ეს ბედი და უკან არ დახევა. ერთადაა მეგობრებო. ასე რომ ელოდეთ. აგერა თვითონ, მეგობრებო. აბა რა.
აგერა თვითონ მეგობრებო. ხო, მეგობრებო, ნუ, არა მეგობრებო. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ მოემზადეთ. ხო. მოულოდნელად გამოჩნდება მეგობრებო. მზის კარტი მოულოდნელად გამოჩენის კარტი, დილით შეიძლება დილითაც მოგწეროთ უცებ. მზის ამოსვლას მოაყოლოს იქნებ მეგობრებო. მე გამომიგზავნე მურიელ, გაიხარე. გამომიგზავნე ძამა, გამომიგზავნე. რით ვეღარ გამოჩნდა user. შენ აუცილებლად უნდა მოусმინო ამ ლაივის დაწყებას, როდესაც ავტვირთავ, აუცილებლად მოусმინე დაწყებას, აი ზუსტად მაგივ თქვი იქ. რით ვერ გამოჩნდა აქამდე. რატო ვერ გამოჩნდა აქამდე? აი ის მაქვს ზუსტად, აი ხაზგასმით მაქვს ნათქვამი, ყურადღება გამახვილებული მაგაზე. ეს ადამიანი ახალ შესაძლებლობებს ეძებს თქვენთან მოსასვლელს, ახალ გზებს ეძებს თქვენთან მოსასვლელს, თქვენთან მოსვლის სიახლეებს ეძებს, სწავლობს და ფიქრობს, როგორ მოვიდეს, რა ხერხით მოვიდეს, რა შემოგთავაზოთ, რა გითხრათ, რა მიზეზი მოიფიქროს, რით გაიმართლოს თავი, რა გაჩუქოთ, რა დაგპირდეთ, რა გისრულოთ, ყველაფერზე მეგობრებო, ამ ყველაფერს ეძებს ეხლა და სწავლობს საკუთარ თავთან ამ ყველაფერს სწავლობს მეგობრებო. ხო, თქვენი ურთიერთობა დამთავრებული არა? თქვენი ურთიერთობა არის პაუზაზე. ეს ადამიანი მეგობრებო გუშინაც თქვი, აი ამ ჯაჭვს სანამ არ ჩაწყվეთ, ეს სანამ ეს ჯაჭვი იქნება, ასე იქნებით სულ. სანამ არ ჩახსნა, გიყურებთ მეგობრებო, 24/7-ზე გიყურებთ და ეს ადამიანი განადგურებულია. თავზარდაცემული, არ ვიცი რა საჩვენებთ. ხო, მეგობრებო, რა საჩვენებთ მეთქი და ეს ადამიანი გხედავთ ძალიან მშვიდს, გაწონასწორებულს, ძალიან საყვარელს, მოსიყვარულეს, არ ვიცი მღერი ხართ, ცეკვავ ხართ, რა საჩვენებთ, მომღიმარი ხართ, ბედნიერი ხართ, სიყვარულს ასხივებთ, აბედნი, აი ამ ყველაფერს აჩვენებთ თქვენ ამ ადამიანს. თქვენ ახლა ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებთ თუ მართლა ასე ხართ, მე არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი ამით გიჟს გავს. ყველა თქვენს დანახვაზე ეს ადამიანი მე-11 სართულიდან ვარდება ძირს. ასე ინარცხება მიწაზე მეგობრებო. იქნებ ვინმე მართლა მაღალ სართულზე ცხოვრობდეს და ფიქრობდეს იმას, რომ გადავხტე ახლა აქიდანო. ხო. ყველა თქვენს დანახვაზე. აბა რა? ხო, თქვენ საკუთარი თავის ფასი არ იცით კიდე, დედა რაღა ვქნა, რატო წერ რაღა ვქნაო რა? რატო გონია რომ ასე არაა? ანა მარია. ხო. მეგობრებო, გადმოხდეს თუ არ გადმოხდეს, ყველა თქვენს დანახვაზე ეს ადამიანი ვარდება. საიდან ვარდება, არ ვიცი მე, მაგრამ თქვენ უყურეთ უბრალოდ მეგობრებო. გხედავთ. ხო და ასე ვარდება. ყველა თქვენს დანახვაზე მეგობრებო. მეგობრებო. ერთი რაღაც უნდა გასწავლოთ. ეხლა უცებ ამომიტივტივდა მეგობრებო, აი დედას გეფიცებით, აი როგორ გავაკეთო მე ეს. ეხლა მე რო ეს გავაკეთო, ხო? ახლა რისი თქმაც მინდა. ძალიან ბევრი მიხვდება მე ვინ ვარ. მე არ გავაკეთებ ამას, მაგრამ თქვენ გასწავლით რაც უნდა გააკეთოთ. გინდათ მეგობრებო? გულზე რო არ მოუვიდეს ეხლა ამ ადამიანს, ყველა თქვენს დანახვაზე. ვალერიანი დაიკავეთ ვიდეოს, როდესაც ატვირთავთ. ხო, ვალერიანი თავისი პატარა ჭიქით და წყალით, ესე გამოსაჩენ ადგილზე დაანახეთ, რომ თითქოს აძლევთ ამ ადამიანს. ხო, ასე გააკეთეთ მეგობრებო. აი ვიდეოს ხო ტვირთავთ. ხო იღებთ მაგალითად ვიდეოს იღებთ. და იქვე დაიკავეთ გამოსაჩენად, ესე ხელში დაიკავეთ კაპლი. კაპლი მეგობრებო. ხა. გაუმზადეთ ესე კაპლი. და
და მიხვდება რომ ეს სპეციალურად მისთვისაა ყველა თქვენს დანახვაზე თან თქვით ყველა ჩემს დანახვაზე კაპლი აგერ მაქვს გამზადებულია მიაძახეთ მეგობრებო ხო აი ესე სუსტად ეკუთნება კიდევ რა ხო ისეთ რთულ სიტუაციაში ვარდება დედას გეფიცებით მეგობრებო აი ვერ აღვწე ხო მე ამას როგორ ხდება ხდებით ხო ხედავთ ხო როგორ ხდება აი ამ სიტუაციაში შედის და ფიქრობს მე რომ რა გააკეთოს როგორ ფიქრობს რა გააკეთოს ამ ყოლაფრიდან გამოსავალი რა გააკეთოს იმას ფიქრობს მეგობრებო საცოდავი მისი დღე სამყარო ხო რა თქმა უნდა ეხა ეგ ცოტა აბა ეგ ცოტა მისთვის სასჯელი მაგრამ თქვენი ბედნიერების დანახვით ეს ადამიანი აი ესაა ზუსტად მისი სასჯელი შორიდან აქამდე ხო თვითონ გაყენებდათ ესე შორს და შორიდან გამზერიებდათ მეგობრებო და გტანჯავდათ ეხლა თვითონ იტანჯება შორიდან ხო ზუსტად ეს იყო მისი არასწორი საქციელი არასწორი არჩევანი არასწორი გადაწყვეტილება რაც მიიღო მან აი ეხლა რაც თქვენ გაგიკეთათ ეს იყო არასწორი მისგან მან ამ ადამიანმა შანსი ვერ გამოიყენა და ეს შანსის არ გამოყენება ეს ბოლო ლაივები სულ ამოდის ეს კარტი სულ ესე ამობრუნებული ამოდის ესე რო ამოდის ესაა ზუსტად შანსის არ გამოყენება ესე არა აი ესე ხო აი ეს შანსი ვერ გამოიყენა ზუსტად ხო ძალიან ცუდად მოგექცათ გაწყვიტა თქვენთან ურთიერთობა ბევრ თქვენთაგანთან იცით როგორ გაწყვიტა ურთიერთობა ნელა გაიპარა მეგობრებო ხო ხო პლატონური სიყვარული გპირდებოდათ სიყვარულს გპირდებოდათ ჯვრისწერას გპირდებოდათ ურთიერთობას გპირდებოდათ ბალანსს მაგრამ გაგანადგურათ მეგობრებო გაგანადგურათ ეხა თვითონა ასე ამ ყველაფერზე ფიქრობს გუშინს მერე იმ მკითხავიდან რაც წამოვიდა იმის მერე ასე ფიქრობს მეგობრებო თავი ჩადენილ საქციელზე ფიქრობს ჯერ როგორ გაგანადგურათ და ეხლა რო დაუბრუნდა ყველაფერი მას აი ამაზეც ფიქრობს ეხლა წამში გაიპარა ჩემთანაც მორიელ არის ნერვიულო ძაბა ხო უპასუხისმგებლო გეიპარება აბა რას აი ზუსტად მეგობრებო უპასუხისმგებლოდ მოგექცათ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოგექცათ და ეხლა თვითონაა ესე აი როგორა ეხლა თვითონ ნახეთ ესე რო ყოფილიყო ახლა ეს კარგი სიტუაცია, კარგი პოზიცია, მაგრამ ესეა. არ გიგონოთ რომ კარგათაა. ძალიან ცუდათაა. ძალა არ აქვს. ძალიან ბევრი ბრძოლა უწევს ამ ადამიანს თავისი მიზნების მისაღწევად. კი, ბევრი მათგანი შეიძლება კიდევ იყოს სპორტით დაკავებული. აგრესია სპორტში ხარჯავდეს მეგობრებო. კი, ძალიან ცუდათაა. ელოდეთ ამ ადამიანიდან გამოჩენას. როგორ უნდა გამოჩენა? კი, მეგობრებო, მოსვლა უნდა. კი. მოსვლა უნდა, მაგრამ ხო, კიდევ ეშინია, იცით რა, ტყუილების. ახლა იცით რისი ეშინია, მეგობრებო? ეხლა რო თქვენ არ დაუბრუნოთ იგივე. კი, ბევრი შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ იგივე დაუბრუნოთ. არც გამიკვირდება და ამაზე ძალიან დარდობს ამასაც. ხო, იმიტომ რომ იქ ისეთები უთხრა გვიშინ, მკითხავ მამას, რომ არაა გამორიცხული მეგობრებო, რომ ხო, ბევრი თქვენთაგანი ფიქრობდეს ახლა იმ უპატიოსნო თამაშის დაბრუნებას, რაც ამ ადამიანმა თქვენთან დადგა სცენა, რა სცენაც დადგა თქვენთან, თქვენ იმის დაბრუნება გინდათ მისთვის. უპატიოსნო თამაში. ხო.
არა და ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა. მოსვლა უნდა, ოჯახი უნდა, ბედნიერება უნდა, ხვავი და ბარაკა უნდა, მაგრამ თქვენ ორი კარტი თქვენ ამ ყოლაფრიდან წასვლა გინდათ, გარიდება გინდათ და გეშინიათ რომ კიდევ იგივე მოტყუებული არ დარჩეთ. ეს არის წასვლის კარტი და ეს არის მოტყუების კარტი. შიში გაქვთ რომ არ მოტყუდეთ კიდევ, არ მოგატყუილოთ ამ ადამიანმა. ხო, ისევ გაუბედურებულები არ დარჩეთ, ისევ დანაკარგებში არ დარჩეთ. ხო, ისევ სირთულეებში არ დარჩეთ და ისევ ჭაობში არ შეცუროთ, ამის გეშინიათ. ეს ჭაობის კარტია. ისევ პრობლემებში არ ამოყოთ თავი. ხო, თქვენ კარგზე არ ფიქრობთ. აი ეს ადამიანი კი ფიქრობს უკვე კარგზე, მაგრამ თქვენ უკვე აღარ ფიქრობთ კარგზე. ხო. აი მაგაშია საქმე, თქვენ უკვე აღარ ფიქრობთ კარგზე. არავის სამაგეროს გადახდა არ გინდოდეთ მეგობრებო. არავის არაფერი არ გადაუხადოთ მეგობრებო. ამისთვის ნერვები არ დაიღალოთ. თორემ ისევ თქვენ დაზარალდებით. იცით? ისევ თქვენ დაზარალდებით. გარწმუნებთ. მოხვალთ მერე და მეტყვით რომ მართალი იყავიო. გეფიცებით ადამიანობას 10,000%-ით გეუბნებით რომ დაზარალდებით. მოხვალთ მერე მეტყვით და ზუსტად იმას მეტყვით რომ მართალი იყავიო. ხო. არავის გადახდაზე არ იფიქროთ არაფერი მეგობრებო. რა სამაგიერო მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? გაუშვით, მიანდეთ უფალს. ხო. კიდევ რა? თუ არ გინდათ გაუშვით მეგობრებო. არანაირი სამაგიერო, არანაირი არაფერი ვალის დაბრუნება უკან. მსგავსი. ხო, ასე რომ ამას თქვენს მაგივრად სამყარო უფრო კარგად გააკეთებს ჩემო ძვირფასებო. თქვენ უბრალოდ უყურეთ შორიდან. თუ კი არ გინდათ, უპასუხოთ უნდა გაუშვა ზუსტად. მაშინ ხარ მაგარი და მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც აი ასე უპასუხოთ გაუშვებ. ხო. ეხლა რო შენ მაგას პასუხს დაუბრუნებ, ხო ნერვები აგეშლება, ხო შინაგანად აი გამწარდები, უარესად გახდები, გეუბნები. თუ კი არ გინდა ეს ადამიანი, არაფერი არ უნდა. უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება და გაუშვი, პირში წყალი ჩაიგუბე და ვსიო. ხო, მეგობრებო, ძალას გამოგაცლით. შეპასუხება, ვალის დაბრუნება, სამაგიეროს გადახდა, ძალას გამოგაცლით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამ ხელას. თქვენ იმ ხელა ენერგიას დაკარგავთ, რომ ძალიან დიდი ხანი დაგჭირდებათ, რომ ის აღიდგინოთ მერე. წინასწარ მეტყველება. მე თქვენთვის მითქვია. ხო. საკუთარ თავს ეცით პატივი. ნებისმიერი ადამიანი, მეგობარი, თუნდაც მეზობელი, ნათესავი, მსგავს სიტუაციაში, როდესაც ჩაგაგდებთ მეგობრებო, ხო? შეგხვდება ვიღაც უგუნური, მომიტევეთ ამ სიტყვისთვის. იმას პასუხი არ უნდა დაუბრუნოთ მეგობრებო. იმას პასუხი არ უნდა დაუბრუნოთ, არც სამაგიერო არ უნდა გადაუხადოთ. არავითარ შემთხვევაში ამაში დროც არ უნდა დაკარგოთ და არც გონებაც არ უნდა დაიყალოთ. არა მეგობრებო, ეს ძალიან დიდ დანაკარგებში შეგიყვანთ. ხა. ზუსტად. დაამთავრე მერე მაგით. ხო, კარგი გისურვა, კარგივე უსურვე მასაც. სამაგიეროს დაბრუნება იქნება ერთ-ერთი წინ გადადგმული, წინ დაუხედავი ნაბიჯი. მეგობრებო, არაფრით არ შეიძლება. რაც გისურვა, ის უსურვე მას.
ხო და მთავრი ამით ყველაფერი მიანდე უფალს მეგობრებო უფალი გაცემს ყველას პასუხს მოკლედ კიდევ რაო მოდით ბოლოს სიტყვა ვკითხოთ კიდევ და მე რჩევა ვკითხოთ ბოლო რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენმა პარტნიორმა მიხვდა რომ ჭკუაში მოტყუდა მეგობრებო რა გადაწყვეტილება მიიღო მიხვდა რომ მოტყუდა მიხვდა რომ დააშავა მიხვდა რომ წააგო მიხვდა რომ მორჩა კინო მიხვდა რომ თავისით გაითხარა საფლავი მოდი ასე ვიტყვი და უნდა რომ თავიდან დაიწყოს ყველაფერი რა ახლა უბრალოდ ურთიერთობის აღდგენა ახალი წიგნის გადაშლა სიახლეების დაწყება ახალი ფურცლიდან სუფთა ფურცლიდან კი მეგობრებო ხა მე გეტყვით რომ გამოუვა ეხლა არ გამიბრაზდეთ ამას წინათ გავიმეორე და ეხლაც გავიმეორებ მეგობრებო ეხლაც გავიმეორებ ეხლა უყურეთ მეგობრებო რა ხდება მანამ სანამ ფაქტის წინ ჩვენ არ ვდგავართ ხო მანამ სანამ ამ ფაქტის წინაშე დადგებით მეგობრებო სანამ ასე დადგებით თქვენ და თქვენი პარტნიორი რომ ამ ადამიანს ვთქვათ ეს ადამიანი მოვა თქვენთან და შეგეკითხება ხო მე მინდა შენთან ქორწინება ჯვრისწერა ბედნიერება სიხარული სიყვარული მოდი დავივიწყოთ რაც იყო ის ხო ამას გეტყვით ამას უეჭველი გეტყვით თქვენი პარტნიორი მეგობრებო ესე მოვა თქვენ ეხლა უარს ახლა ამბობთ მაგრამ უყურეთ ამ ფაქტის წინაშე რო დადგებით